თბილისი ცვლილებების ქალაქია და მისი მრავალფეროვნება ყველაზე კარგად სწორედ მტკვრიდან ჩანს. დღეს მტკვარს ბიოგრაფი ლივინგის მობინადრეებთან ერთად დავუყვებით. წავედით. მეტეხის კლდის ძირში მტკვარი ყველაზე ვიწრო იყო. და სწორედ ამიტომ იქ არა ერთი, არამედ ორი ხიდი იყო გადებული, ავლაბრის და ვირის. რაც შეეხება ანჩისკაცს, გარდა იმისა, რომ დღეს იგი თითქმის თბილისის დედაქალაქობის ხნისაა, ის ასევე არის ერთ-ერთი იმ შენობათაგანი, რომელსაც ქართლის მეფის დროინდელი თბილისი ახსოვს. იუსტიციის სახლის მეორე მხარეს კი სულ რაღაც 90 წლის წინ მტკვრის მეორე ტოტი იყო გაშლილი და შუაში მოქცეული მიწის ნაკვეთისგან კუნძულს ქმნიდა. მას ორბელიანის ან მადათოვის სახელით ვიცნობთ. იმისთვის, რომ კარგად ვიცნობდეთ ქალაქს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ბიოგრაფი ლივინგის ჩართულობაც, რადგანაც სწორედ ასეთი ისტორიების შთაგონებით იქნება მისი პროექტები. ის რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად წოწყობს. ბიოგრაფი ლივინგმა გვაჩქა არაჩვეულებრივი საღამო ბიოგრაფის მობინადრეებს. ეს კომპანია მუდმივად გვანებივრებს მსგავსი ღონისძიებები, დამღრელი დღის შემდგომ იყო არაჩვეულებრივი განტვირთვა ჩვენთვის.